მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ბიტკოინის და ეთერიუმის განხილვა, რას მოველოდები უახლოეს მომავალში, საიდან შეიძლება გარკვეული პოზიციების განხილვა. ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება მსგავსი ვიდეო. თუ პირველად ხართ არხზე, აუცილებლად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარები, რამდენად მეთანხმებით ან არ მეთანხმებით, მსგავს პროგნოზთან დაკავშირებით, ჩემთვის საინტერესო იქნება ყველაფრის წაკითხვა და რა თქმა უნდა, თქვენი ლაიქები და გამოწერა, რა თქმა უნდა, ჩემთვის იქნება დიდი სტიმული იმისთვის, რომ შემდეგშიც გავაგრძელო მსგავსი კონტენტის დადება. მოკლედ, დავიწყოთ ბიტკოინის განხილვით, ბიტკოინის daily time frame-ია ჩართული. ჩავართოთ market profile-ი, ეს არის თვის market profile-ი. ფერადი ფიგურები, ეს არის აქტივობა მსხვილი მონაწილის. მსხვილი მონაწილე ყოველთვის გვიტოვებს გრაფიკზე საკუთარ კვალს, შესაბამისად იქიდან გამომდინარე, სადაც რჩება ეს კვალი, ან რა სახის კვალიც რჩება, იქიდან გამომდინარე, შესაძლებელია გარკვეული prediction-ის, იგივე პროგნოზის გაკეთება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია რაღაც გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ. დავიწყოთ იმით, თუ რა ხდება ახლა ამ წუთას გრაფიკზე. ვინაიდან ჯერჯერობით აგვისტოს თვე არ არის დახურული და ყალიბდება ეს ჩვენი market profile-ი, მოცულობითი ზონა უკაცრავად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წინა თვე, ივლისის თვის მოცულობითი ზონა. ნახეთ რა შრება ფასი ივლისის თვესთან მიმართებაში. ეს არის ივლისის თვის საზღვრები. ფასი აგვისტოს თვე ჯერ ქვემოდან არღვევს ცრუდ ივლისის თვის მოცულობით ზონას, შემდეგ ზემოდან. ეს იყო ცრუ გარღვევა, იმიტომ რომ ფასი ისევ უკან ბრუნდება აი ამ ივლისის თვის მოცულობით ზონაში. ეგ ერთი. შემდეგ რას ხედავთ ახლა? აგვისტოს თვის მოცულობით ზონას არღვევს უკვე ფასი ქვემოდან. ზემოდან იყო ცრუ გარღვევა, იმიტომ რომ ფასი ისევ უკან დაბრუნდა, მაგრამ ქვემოდან რამდენად ცრუ გარღვევა, ამის თქმა ჯერჯერობით არ შეგვიძლია დანამდვილებით. თუ ფასი ისევ უკან დაბრუნდა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცრუ გარღვევა. ივლისის თვიდან გამომდინარე ფასმა როგორც იმოძრავა, ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული prediction-ი, რომ ფას აქვს პოტენციალი ზრდის დაახლოებით 31,000-მდე. მოდით კიდევ ერთხელ გავზომოთ. აი ესე იზომება. ეს არის გახსნა ივლისის თვის გახსნა. ვზომავთ პოკამდე და იგივე მანძილი უნდა გაიაროს პროცენტულად პოკიდან. პოკამდე რაც არის და პოკიდან. აი ასე, მოდით ზუსტად, ნახეთ, აი ესე დავსვათ. ნახეთ? შუა წერტილი არის აქ, პოკზე უნდა იყოს. ეს არის დაახლოებით 131,000, მოდით დავამრგვალოთ, 131,000 პოტენციალი. ჯერჯერობით ეს პოტენციალი არ არის მიღწეული, თარგეტი ჯერჯერობით 131,000 არ არის მიღწეული, ასე რომ აქტუალურია. ახლა მოდით გავზომოთ, სადამდე შეუძლია, იქიდან გამომდინარე რაც ხდება ახლა, გავზომოთ სადამდე შეუძლია ფას ვარდნა. აი ეს კორექცია სადამდე შეიძლება გაგრძელდეს. ვინაიდან უკვე აგვისტოს თვე მალე დამთავრდება და დაიხურება. ისევ ზემოდან ვიწყებთ, იმიტომ რომ ზემოდან დაიწყო, ნახეთ,
კი, ქვემოდან გაიხსნა აგვისტოს თვე, მაგრამ ზემოდან პოკამდე უფრო დიდი მანძილია, ვიდრე პოკიდან ქვემოთ, ჯერჯერობით. შესაბამისად, ქვემოდან უფრო აქვს პოტენციალი, ხო? აი ესე და ეს კიდე ჩამოვწიოთ დაახლოებით აქამდე. დაახლოებით გამოდის 105,000. დაახლოებით 105,000-ია აგვისტოს თვიდან გამომდინარე კორექციის პოტენციალი. მაგრამ თუ ფასმა გაარღვია ეს low, ანუ იგივე ივლისის მინიმუმი, თუ გაარღვია შესაბამისად ივლისის თვის პოტენციალი რაც გამოვთვალეთ 131,000-მდე, ის უკვე არ იქნება ჩვენთვის აქტუალური იქნება აი ეს აგვისტოს თვის პოტენციალი და ისედაც რომ განვიხილოთ, მაგალითად დაიწყოს თუ გაიხსნებ რომ დაიწყება სექტემბერი, ჩვენთვის აქტუალური ისედაც იქნება აგვისტოს თვე, ანუ წინა თვე იქნება ბევრად მნიშვნელოვანი ვიდრე ივლისი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად აი ამ low-ს მოხსნით აგვისტოს თვის ეს ბევრ რამეზე მოგცემს ასე ვთქვათ, ბევრ რამეზე გვექნება საფიქრალი შემდეგ თუ ეს მოხდა. შემდეგ მოდით ასეთი რამე გავაკეთოთ, ეხლა დავმალოთ market profile და გამოვაჩინოთ ასეთი ინსტრუმენტი market profile, ოღონდ ფიქსირებული, ეს არა, აი ეს და ეს. ნახეთ, ვინაიდან ზემოდანაც და ქვემოდანაც ეს არის ბალანსის ტიპის სტრუქტურა, შეგვიძლია გავჭიმოთ ეს market profile ორივეზე. ნახეთ, ფასი გამოვიდა ქვედა მოცულობითი ზონიდან, შექმნა ახალი ზემოდან მოცულობითი ზონა და ფასი ეხლა უკვე დღეს, ხო? ეს არის დღევანდელი სანდალი, ტესტავს ზედაზღვარს ამ ქვედა მოცულობითი ზონის. ძალიან მნიშვნელოვანია თუ ეს ნიშნული, აი ზედაზღვარი, თუ ის არის ასე ვთქვათ, ის დიაპაზონი შემოbrunების, საიდანაც ველოდებით უკვე uptrends, ანუ ისევ განახლებას uptrend-ის და ახალი მაქსიმუმების დამყარებას, მაშინ ჩვენ აი აქ სადღაც გარკვეული ნიშნები უნდა დავინახოთ. დღევანდელი დღე რომ განვიხილოთ, აი კლასტერული რეჟიმი ჩავრთოთ, კი, გუმბათისებური მოცულობაა ჩამოყალიბებული დღევანდელ დღეში, დღის სანთელში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გუმბათი და ეს მოცულობები იყოს დაფიქსირებული კორექციული სანთლის, ანუ იგივე შავი სანთლის ქვედა ჭრდილში. ან და ეს მსხვილი მოცულობა, ხო? პოკი იგივე სანთლის პოკი, point of control-ი იყოს მოქცეული ქვედა ჭრდილში ამ სანთლის. ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ ვიცი დღე როგორ დაიხურება, შეიძლება გარკვეული ანომალიები შეიქმნას და უკვე დაიწყოს შემოbrunება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არ ველოდები, შეიძლება გარკვეული ბალანსი შექმნას, შემდეგ კიდევ ერთი მოხსნა მინიმუმის და შემდეგ წავიდეს მაღლა. ჩემი ინტერესის ზონა არის 108,000-დან გაჩვენებთ, მოდით მოვნიშნოთ აი ამ ინსტრუმენტით. აი აქედან აქამდე არ მგონია კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ფასმა დატესტოს პოკი. არ მგონია. 108,000-დან დაახლოებით 106,000-მდე არის ჩემი ინტერესის ზონა, საიდანაც განვიხილავ long პოზიციის გახსნა გარკვეული, რა თქმა უნდა, ფაქტორების შემთხვევაში. თუ ეს ფაქტორები არ მექნება, აქ კი არა და
105,000-მდე და 102-მდეც რო ჩამოვიდეს ფასი ხო სიტყვაზე იმ შემთხვევაშიც არ გავხსნი long პოზიციას, იმიტომ რომ შეიძლება ფასი საერთოდ უკვე ღრმა კორექციაში მიდის და რატომ უნდა გავრისკოთ. მოკლედ მეგობრებო, შეგიძლიათ ეს ზონა მონიშნოთ 108-დან 106-მდე და თქვენ მონიშნოთ და გარკვეული ფაქტორების შემთხვევაში უკვე შესაძლებელი იქნება long პოზიციის გახსნა ამ ზონიდან. ენაირი ანუ კლასტერები და ანომალიებია, აქაც ხედავთ, უბრალოდ სხვა პარამეტრებია, რა თქმა უნდა, ჩართული ეთერიუმის შემთხვევაში. მოდით ჩავრთოთ market profile-ი თვის და რას ხედავთ აქ. მიმდინარე თვე აგვისტო და ეს არის წინა თვე ივლისი. ფასის მოძრაობიდან გამომდინარე ივლისის თვის ფასის მოძრაობიდან გამომდინარე მიზანი იყო, ანუ პოტენციალი დაახლოებით 5100 ფასის მოძრაობის პოტენციალი 5100-მდე. გარკვეული ზრდა მოხდა, მაგრამ ჩვენი თარგეტი არ არის მიღწეული. ახლა ხდება გარკვეული კორექცია. ახლა სად შეიძლება იყოს ჩვენი ინტერესის ზონა, საიდან ჩემი აზრით, საიდან მოხდება ისევ შემოbrunება, ანუ ერთგვარი თითქოს აპტრენდია კი ეთერიუმზე, მაგრამ არ მგონია რომ ეს მაქსიმუმი მოიხსნას პირველი, უფრო მგონია რომ აი ეს მინიმუმი მოიხსნება, მოვალთ ჩვენი ინტერესის ზონაში და შემდეგ უკვე კი ბატონო გაგრძელდება აპტრენდი. როგორც გითხარით, ფასის პოტენციალი იყო 5100. რატომ მგონია რომ აი ეს მინიმუმი მოიხსნება? მოდით ჩავრთოთ. პირველ რიგში მოდით გითხრათ ის რომ ნახეთ ფასი როგორ გამოვიდა. აი როგორ გადალახა და შემდეგ რა გააკეთა ფასმა იმის შემდეგ რაც გამოვიდა იმიდან რა ქვია ივლისის თვის მოცულობითი ზონიდან. გამოსვლა ფასის და თითქოს რაღაც ბალანსის მაგვარს ქმნის, მაგრამ ჯერჯერობით არ დაუტესტავს ივლისის თვის არც ერთი ზღვარი. არც ზედა, არც პოკი. ნუ ქვედა ზღვრამდე არ ამგონია ჩამოვიდეს. ძალიან პატარა ის არის ვარაუდია, მაგრამ არ მგონია ჩამოვიდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს მინიმუმი მოიხსნება და გეტყვით რატომაც. მოდით ჩავრთოთ კლასტერები. ნახეთ. თუ ფასი მართლა შემოbrunდა და ისევ აგრძელებს, ანუ ზემოთ წასვლა უნდა და მოკლედ ეს მინიმუმი არის სანდო, მაშინ აქ აი ამ შავ სანთელში მაღალი მოცულობები დაფიქსირდებოდა მის ან ქვედა ნაწილში, ან ქვედა ჩრდილში. უკეთესია, რა თქმა უნდა, როცა აი როგორც აი ამ შავ სანთელში, ნახეთ, ქვედა ჩრდილში დაფიქსირდა მაღალი მოცულობა. ყველაზე უკეთესი, მოდით გაჩვენოთ როგორ ფორმაციას ველოდები. აი როგორც აი ამ შავ სანთელშია, ნახეთ, კორექცია და შემდეგ გუმბათისებური მოცულობები და ეს გუმბათი ფიქსირდება სანთლის ქვედა ნაწილში. კორექციული სანთლის ქვედა ნაწილში. შემდეგ როგორც ხედავთ, აპტრენდი გრძელდება.
მაგიტომ ვიძახი, რომ ეს არ არის ის სანდო მინიმუმი, რომლიდანაც აი ისევ გააგრძელებს uptrends ეთერიუმი. კი, ჩვენ გარკვეული აქ მაქსიმუმის მოხსნა დავინახეთ, მაგრამ ისევ, ნახეთ, აი ეს სანთელი ძალიან დიდი გაყიდვების სანთელია. ძალიან მსხვილი გაყიდვების სანთელია. გარკვეული ანომალია დაფიქსირდა ამ სანთლებში, მაგრამ ეს არ არის მოცულობითი ანომალია. ეს არის ბიდასკ ანომალია, რომელიც როგორც ეგეთი მარტო როცა ეს ფიქსირდება, ну, მაინც და მაინც ესეც სანდო არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული გაურკვევლობაა ჯერჯერობით, თუმცა უფრო ველოდები ჩამოსვლას ფასის აი ამ მაქსიმუმის მოხსნას, ჩემთვის ინტერესის ზონა იქნება, გაჩვენებთ ეხლავე, აი ეს ზონა, ივლისის თვის value area high, ანუ ზედა ნიშნული და პოკი. აი ეს იქნება ჩემთვის მხარდაჭერის ერთგვარი მხარდაჭერის ზონა. საიდანაც ველოდები, ისევ, რა თქმა უნდა, ეს ბრმად არა, რომ რახან ჩამოვიდა ფასი აქამდე, всё, აქედან უნდა შემოbrunდეს და გააგრძელოს ისევ uptrend-ი, არა. რა თქმა უნდა, გარკვეული ანომალიები, გარკვეული სანთლური ფორმაციები, მაღალი მოცულობები სანთლის ჭრდილში, ქვედა ჭრდილში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ჩვენთვის მანიშნებელი იმისა, რომ მსხვილი მონაწილე იწყებს საკუთარი პოზიციების დაგროვებას და შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეული long პოზიციების გახსნა. რომ გითხრათ, ეს რა ის არის, რა დიაპაზონია, ეს არის 3950 დაახლოებით, ოდნავ ვამრგვალებ და 3750. ეს არის ჩემთვის ის მხარდაჭერის ზონა, სადაც ველოდები ფასს. ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული ეთერიუმზე არ ხდება, ამ ნიშნულებიდან და ამ მომენტიდან არ შემიძლია იმის თქმა, რომ ისევ გააგრძელებს ეთერიუმი uptrends, ჯერჯერობით არ მგონია, გარკვეულ კორექციას მოახდენს და როგორც გაჩვენეთ, ეს არის ჩემი პირველი ზონა, მხარდაჭერის ზონა, საიდანაც ისევ შემოbrunებას ველოდები ფასის. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. შემდეგი მიმოხილვა ჩაიწერება სავარაუდოდ სექტემბერში, დაახლოებით 10 რიცხვამდე, იმიტომ რომ მინდა რომ ახალი თვე რო გაიხსნება, დავინახო გარკვეული ფასის მოძრაობა, რომ ახალი რაღაც ახალი მიმოხილვა შემოგთავაზოთ. თუ იგივე გავიმეორე, აღარ იქნება თქვენთვის საინტერესო, მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ გთხოვთ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотивация და სტიმული იქნება. ასევე გთხოვთ კიდევ ერთხელ კომენტარებში დამიტოვეთ თქვენი აზრი. რას ელოდებით ბიტკოინზე, ეთერიუმზე, თქვენ როგორ გონიათ, რამდენად მართალი ვარ ან არ ვარ მართალი, თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.